მოდი დათო შემოდი. სანდრო მოდი. დასხედით. დათო დაჭექი. სანდრო. დაჭექი. დათო მე წავალ. მამიკოს დაუძახებ და მოვალ. აბა, სანდრო. ხო ახსოვს ახლა. არაფერი ზედმეტი არ თქვა. ვიცი. ვიცი როგორც უნდა მოვიცე. დათო რა ლამაზი სახლია რა. მალ. აი ესენი არიან სანდრო და დათო. მართალი ყავი ელენე, მართლაც კარგი ბიჭი ყოფილა დათო. დაჯექი დათო. არა მამა, ეს სანდროა. აი დათო ეს არის. ესეც კარგი ბიჭი იქნება ალბათ. კი. ვისკის ხონდალებთ? სხვათა შორის ინგლისიდან მაქვს ჩამოტანილი. იცით, მე ლონდონში ვსწავლობდი. ლონდონში და იქ მაჩუქა ლორდ მაკლაფილმა. მეც ლონდონში კარგი ვისკია დიახ აშკარად მე იცით შოტლანდიაში ვცხოვრობდი ცოტა ხნით მომიწია და იქ მომიტანეს ვისკი ისიც კარგი იყო მგონი ლორდ გოგის ვისკი იყო არა ძალიან კარგია მაგრამ მაინც ვერ ხვდები მამა $3000 რატო უნდა გადაიხადო ამაში არ არის ძვირი ელენე არა როგორ არა წავალ მე ხილს მოვიტან ხო კაიგი $3000 სამი ესეთი ჭიქა და ჩემ ბიზნეს ეშველები სხვა დროს სხვასაც გაგასინჯებთ აი კოლექცია მაქვს ვისკის საკმაოდ დიდი ხო მართლა თქვენ ხომ არა გაქვთ რამე კოლექცია ამას აქვს პერანგების კოლექცია დიახ მაქვს პერანგების კოლექცია საკმაოდ ძვირად ღირებული კოლექცია მაქვს დიახ ბევრი დიახ და ძირითადად სატყიდულობთ ხოლმე იდულობ კი არა და მე ჩემი საკუთარი დიზაინერი მყავს ის მირჩევს და მე ვიღებ ხოლმე აი ნადირობა ან თევზაობა თუ გიყვარს დათო ნადირობა და თევზაობა ო ნადირობა თევზაობა ერთად და ძალკე ნადირობა აი ხილი მოიტანა მივთვით არ მოგიდოთ ესე იგი ფანტასტიკური დღეს ნადირობა ან თევზაობა მეთქი გიждდება მამა თევზაობაზე ხო დიახ ჭოროხზე თევზაობდი ხოლმე ადრე ხელით ხელით თევზაობდი და შემდეგ ეს ბიზნესი წამოვიწყე და მე უკვე დრო აღარ დამჭა და აი მე ნადირობა მიყვარს აფრიკაში დავდივართ ხოლმე მეგობრები ლომებზე სანადიროდ ეს ლომი აი სხვათა შორის ეხლა ვიყიდე ახალი თოფი ბინელი 10000 მივეცი ეხლა მეც ვიყიდე შორტი საკმაოდ ძვირი სათევზაოდ ვაი რა კიდე არ გახსოვს არა რა გახსოვს შორტი რო ვიყიდე მე არ გახსოვს არა აი ესეთი ეხა ხო ახსოვს ხო აი ხა ამ წუთას ხო ახსოვს მე ავიწყდება ხოლმე საკმაოდ ძვირი მივეცი ესეც ხო ახსოვს ეს ძვირი რომ არც ეს არ გახსოვს აი არ მახსოვს ესეც არ ახსოვს საინტერესო ადამიანი ესე დღესაც სხვა ეხა ახსოვს მე მიყვარს კი ხელით
მამიკო, სხვათა შორის დათოს საკუთარი ბიზნესი აქვს. აი მე დიდი ხანია ვფიქრობ რამე ახალ ბიზნესში ხომ არ ჩავდო ფული. ბიზნესში თუ არ ჩადოთ ფული, ეს ძალიან კარგია, რომ ვფიქრობთ, სკამის ბიზნესში ხომ არ ჩადებდით ფულს. სკამის. ელენე, კარგი ჰუმორი ხონია. აი თქვენ რა ბიზნესი გაქვთ? ეს თევზებზე ხო იყო ეხა სკამები. მართალია. მართალია ეს ბიზნესი რომელიც სულ ჩადებს ეხა სკამის ბიზნესში ფულს. მე მაქვს ბიზნესი, დიახ, საკმაოდ ისეთი დახვეწილი მოაქვს ხოლმე შემოსავლიც მოაქვს, დიახ. ხო, აი კაპიტალ დაბანდება გააქვთ. რამდენი? კაპიტალ დაბანდება ეხლა რამდენი გაქვთ? უთხარი რამდენი გაქვს, უთხარი. კაპიტალ დაბანდება? აი არასდროს მე მეუბნება არაფერი არ გახსოვს. კაპიტალ დაბანდება ორივე ერთად? კაპიტალ დაბანდება თვითონ? კაპიტალ დაბანდება ეხლა რამდენი გაქვთ? კაპიტალ დაბანდება არ იცი? არის ისეთ რა კაპიტალ დაბანდება, აი რო გათენდება დაბანდება. ხო, თუ გნებოთ და მე დავრეკავ ჩემს ფინანსის უფროსი მყავს იქ და თუ გნებოთ იმას დავრეკავ და ის მეტყვის არ არის პრობლემა. არა, იყოს. არა, ხა თუ არ არის ანანაირი პრობლემა თუ გირიდო. არ გიკითხეთ. აი, იყოს სასწრაფო შემდეგისთვის. კარგი მამა, რას გადაეკიდე ამ ხელს? ეხლა მოუყევ შენი ამბები. ხო. მე ყველაფერი ნოლიდან დავიწყე. თავიდან არც სახლი მქონდა, არც მანქანა. აი წარმოიდგინეთ. სხვისი პერანგებით დავდიოდი. ესია ეხლა ეს ზუსტად. სიგარა მოიტანე და სანთებელა. სიგარას ხო ეწევით? ხო მოწევთ? დათო, მე შვილისთვის კარგი მინდა. და ამიტომ მაინტერესებდა შენთან შეხვედრა. აი გეყოლება შენც გოგო. და მე მიხვდები ყველაფერს. მე რატო უკვე მიხვდება? აი ნებე. სანდრო, გახსოვს ანადომ რო გამომატანო ორი დიდი ქვა? აი ხა მოვიფიქრე, რაში დამჭირდება თუ არ გაჩუმდები. დათო, აგარაკი სად გაქვს? Shorts.